ქართველების კონტინენტი. ნუ დავბანაკდეთ. რომელი ხარ? ლუდის პაპა ვარ. მოვიტანე. მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო. დღეს ჩვენ ვიდეოში ვთავაზობთ თბილისთან ახლოს მდებარე ლოკაციას, წეროვანთან, ტოლჟლების დასახლებასთან ახლოს, სოფელ გოროვნის ზემოთ მდებარე მთას. რაც კადრებში ნახავთ, იმედია მოგეწონებათ. შეგვიფასეთ. გადავიღოთ? გადავიღოთ რო, ან გადასაღებია თვითონ. რო? არის? თუ თვითონ. ვა, საინტერესო რაღაცაა. რა შეიძლება ბიჭებო ეს რო იყოს? ეს რეზერვარი იქნება ყოველგვარი. ძველი ხო? ბასეინი ასე. ხო, მაგაზე გამახსენდა. სავარაუდოდ ამით ერთი მაგარი ადგილი. სად? დიღომში. ესეთი არის ოღონდ გიგანტური და მართლა? ჩატი ხარ შეგნით და მეგობრებო, ეს იქნებოდა ალბათ სოფლის რეზერვუარი წყლის. ქართველების კონტინენტი. ხო. და ლომის შესაშვები არა აქვს და ალბათ ზევიდან ავდებდნენ. გიგეილეო. ან სუშიგენთი ხო ის ლომი. კი ბატონო. ამ უცდით დასახლებას სოფელს სოფელ გოროვანს, ხო? თუ არა, წეროვანს. ეს არის წეროვანი. წეროვანს ამოვცდით, შემოვედით დღეში. სადაც კადრებშიც ნახავთ, ხა გაკინულია, ცვარი გაიყინა დილის. უკვე მინუსებზე ჩამოდის თბილისში, სადაც -1 იყო, აქ ალბათ -2, -3 იქნებოდა. და ჩვეულებრივ არავის რთული გზა, ბრიუსებიცაც ამოყვალთ. ესეთი მშრალამიჩი ჩვეულებრივ ხო ძალიან ლამაზი ატმოსფეროა, გარემოა და აი ეს ხდებათ ხალხო თბილისთან ახლოს სულ რავი რამოდენიმე 10 კილომეტრში ალბათ 30 კილომეტრი. ო რა ეს არის წეროვნის ზედა დასახლება სხალტმა. ლამაზია ძალიან აქაურობა, ესეთი მოშიშვლებული მდელოებია და იდეაში აქ უფრო სახნავს ათესი მიწები აქვს ზემოთ ამ მხარეს რა და სასაფლაოები არის კიდე იქით ამ მხარეს. ლამაზი ადგილია, ხედი იქნება იქ ძალიან ლამაზი და მაგასაც დაინახავთ. ზე არ მოხარია წეწება და არ გავყავს. გამარჯობა, როგორ ზანდებით? როგორ ზანდებით ბიჭებო? სწორა.
დაკეცე მაგინი, დაკეცე. აი მეგობრებო, ჩვენ მოვადექით ღობეს. ულამაზესი ღობე. მანქანის რა მოვედი აქ. ყოველთ მოვედი და ეს ღობე არ იყო. ბიჭო, მივიდიო. ხო არ ჩანს და. ოპა. ოპა. Просто გზას მოყვებოდი და გავეცდი. მაგარი გვემახს, просто რომ მოდიხარ და აი აქ გავაჩერე რა, ვეღარ დავინახე, გადმოვედი. ეს ცხეთის გზას რო გამოვყავ პირდაპირ. დიდგორის გადასახური არის რაღაც იქით რა. აი მეგობრებო, ამის თქმა გვინდოდა, მოკლედ ამ ვიდეოს მთავარი მიზანი არის ეს ხედი, ეს ლოკაცია. სულ რამოდენიმე წლის უკან აღმოაჩენთ ეს ადგილი. აქვე არის რა, იქნება 30 კილომეტრი იქნება ალბათ აქამდე მართლა რა და იცოდეთ რომ ესეთი ულამაზესი ადგილები ხდებათ თბილისთან ძალიან ახლოს. ყველაზე ცუდი რა არის, იცით ხალხო? აი ამ ხედზე რომ მოდიხარ აქ, რაც გაჩვენეთ წეგან და რომ უნდა ისიამოვნო ბუნებით შეირგო და პატივისცე თან აქაურობას. მაგის მაგიერ აი ამას რო აკეთებ. არ ვიცი რა, ან სად იზრდებით, ან ვინ ხართ, ან საიდან მოხვედით. ამოდიან აი წვენი ვიღაცა ბავშვი ამოიყვანა, ან შეიძლება არც იყო, დააგდო, არც აიღო. ნუ რატო შვებით მაგას ვერ ხვდები, არ ვიცი რა. გაუფრთხილდით ბუნებას, გაუფრთხილდით გარემოს, ნუ დაყრით ნაგავს, არაფერი არ უნდა, ჯიბეები გვაქვს, მანქანები თუ არ ჩაყარეთ, გაივლით სოფლის გზაზე ნაგუსუნას დაინახავ და გადააგდეთ რა. ო, ეგრე აიღე. მოვედით ტალახებიდან, ხედებიდან და ეხლა მივდივართ, უნდა დავტანაკდეთ. გაჩვენებთ კიდევ ერთ ძალიან ლამაზ და კარგ ადგილს დასაბანაკებლად, კაი დროის გასატარებლად. ახლა რატო შეანო? შემინელები. Nice. ვერ ამოვედით? ორი ტრასის მანქანით. ეგ არის რომ არაფერი არ გაგუფუჭებია საერთოდ. აი ეს მეგობრებო როგორც შეგხვდით. მეორე ღირს შესანიშნავი ხედი. მაგარი სახლები გაქვთ აშენებული. ამ სახლების პატრონით ვიყურებთ. როცა ხებთ. ესეც ხედი მეორე.
ვიპოვეთ დასაბანაკებელი ადგილი. ეხლა ნახავთ როგორ cozy და ესეთ კომფორტულ და გემრიელ კარგ დასარჩენ ადგილს გავაკეთებს. ის შემოვნოთ იმდიმს. ახალი წლებია მაინც და რა თუ არა ქართული გოზინახი. აგუმორჩა საბა, ლევანდელი. ის მალება წავდეს. მოგარეა. და წავიდეთ ევროპაში, იმიტომ რომ გავგევდებით ევროპაში. ეხლა ჩვენ ჩავატარებთ ჩვენი ახალი თებშების განყოფას. აუ, ძალიან საკაიფოა, ბიჭო. ეს კონცერტია. ხაუსი. ამის ვიყავ. ნახე. რა არ ყოფის. შეტყვი და ნამდვილად. ვაფშე გადავრო. აი ხეს ხოში გიშ. Pozdrawiam. ეს ის ჩვენი ბანაკი. ნიკა აკეთებს ბურგერს. უნდა გავაკეთოთ კიდე სხვა გერძები, მაგასაც ნახავთ. მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცები გროვდება წინ კადრში. აგზეთ ჩვენი ბურგერის соуსი. ვაუ. ნიკას გაკეთებული ბურგერის соуსი. ბურგერის დრო. ცეცხლის დროა. არა, შედრავოთ.
ზედმე ცოტა ეგრევე ვარჩი რა. შემოვედი, გამოვედი, ჩაი დაურყი და დაველო და ძილის პირულს, აი ჩვეულებრივ. რომელი ხარ? ნუდის პაპა ვარ. რისი პაპა ხარ? პაპა, რა მოგვიწადე? ყაზბეგი. აი მაგიტო უნდა ყავდეს ყველა ლოკაციაზე ერთი ძმაკაცი. ნუდის პაპა. ლოდის პაპა. ისი არ ჟდება ციგაზე რომ ერთი ბოთლი არ ჩამ. დაღმართა ფოტოები ის პროფილი ექსპერიმენტი. ვაფშე რა მოვედი მოდიო და დავიჭი მაგიტო შენ უნდა მიიღე. მეთქი მე ვიცოდი რომ 10 მავა. ხო. მეთქი აქ ახარ. ვაფშე არაფერია. გამარჯობა ხალხო. მოკლედ გათენდა ჩვენი დილა. ხო და მუდო წავსულიყავით უკვე ქალაქისკენ. თორნიკე პირველი მიდიოდა და უეცრად უეცრად ყვამლი მოკლედ ვერ აღარ ვისაუბრო კამარი გაგვიწდა გუშინელმა დატვირთვალ ცოტა დატვირთვას ვერ გაუძრო მოკლედ ჩვენო ჰონდამ მოკლედ მეგობრებო პატარა ასე ვთქვათ გადახვევა მოგვიწია ჩვენი დაგეგმილი მასშტაბის ვიდეოდან კარგი გატარებთ ძალიან ეს ხელოსანი ვიშოვთ ეს რემენი ვიშოვთ და მივიდივართ თბილისში მიდით რემეს და გამოსვი მე ეგეთები წდება ხოლმე 2 hours later. მე მგონი Artlist.io. ჩავსვით და ეგ არის აიჭიმა ჩასმულიც არის თავი ახლა დაიქოქება და მიაქეს ანუ ეს რემენი ხო გავაკეთეთ და როგორ შეიძლება უპრობლემოდ რო წავიდეთ ეს აქედან ხო შეიძლება ეგეთი რაღაცა და აკუნია აშტა კარგია ნახოთ ახლა რა სიზავს აი პერემიჩკების დრო მუშაობს საათი. ძირით მუშაობს. მადლობა ბატონ ირაკლის.